ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. ბატონო რეზო მოგესალმებით. ძალიან მიხარია ამ სავარძელზე რო გხედავთ. თქვენი წოდით ჩემი პრობლემები და მინდობა ახლა უკვე ყველაფერი ჯამთელად და კარგად. კი, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯამთელობაზე ძვირფასი ჩვენ ცხოვრებაში არაფერი არ არის და თქვენ განსაკუთრებულად ჯამთელად უნდა ყავდეთ დიდხანს. ჯამთელად და მხნე. დიდი მადლობა მოწვევისთვის ჩემო. როგორ ხართ? უკეთესად, ბევრად ვიდრე ვიყავ იმაზე, უკეთესად, მაყოფილი დავბრუნდი ახლა და ბატონი მიშა სარჯველაძის დახმარებით ამ ფინანსი და ყველაფერი და წავედი თურქეთში ვიყავ 40 დღე ვიყავ. 28 სხივი გავიგეთ. ყველაფერი დადებითად მიდის. გადასარევად გამოიყურებით რა თავარი. კი. ვინ არის რეზო ჩელებაძე? ჩემი აზრით ერთი პატიოსანი კაცი, რომელსაც საზღვრით უყვარს მისი ქვეყანა. საზღვრით უყვარს ჩემი ოჯახი და საზღვრით უყვარს ფეხბურთი. და ცოცხლობ მაგით. სხვა არაფერს არ გამოუკიდები ვარ, არც სხვა სამსახურს, არც არაფერს. ჩემი ცხოვრება იყო ფეხბურთი და ვაგრძელებ ფეხბურთის ცხოვრებას. ჩემი ქვეყნის სიყვარულში, ჩემ საქმეს, ჩემ ფულს ვაწყობ. ხონიათ მომენტი ცხოვრებაში, როდესაც იყო შესაძლებლობა რომ ქვეყანა დაგეტოვებინან და სხვაგან გეცხოვრა. არასდროს. აი ეს არეული დროც რო იყო მხედრიონზე და რო იძახდნენ რომ ასეო ისეო იქით ხო ხდებოდა უბედურებები ხდებოდა ქვეყანაში. ხამის 2 საათზე 3 საათზე ვინგადა მანქანით რო წავიდოდი როგორ საგაგაცილოთ როგორ მიგაცილოთ როგორ ისეთი სიყვარული მაშინაც ყვედა იმაში წვედავდი ვებერთელას სიყვარულს. ფეხბურთმა ვებერთელას სიყვარული მაჩუქა ხალხში. აი შულებს ვიცავა. იმდენად სიცოცხლეს ნუ რამე დაგითხრა ეცი იყო 2000 წელი. კვირის პალიტრა იყო ასეთი გაზეთი, ყოველკვირეული ჟურნალებით გაზეთი გამოდიოდა. და ჩაატარა კონკურსი. მე-20 საუკუნის ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი. 1000 ხმიდან 800 ხმამდე მე მივიღე. იმაში იყო სიყვარული ფეხბურთზე არა ლაპარაკი რომ და ამით ვარ ბედნიერი რომ ხო და აი როგორ ფიქრობთ საიდან გამომდინარეობს აი ესეთი სიყვარული ხალხის? არ ვზარდებოდი. ხო ფიქრი აქვს. თბილისის დინამოში რომ თამაშობდი, ხო თბილისის დინამოს ფეხბურთელებს ბევრი რამე შეეძლოთ, პატივისცემდნენ, სადმე მიყოლა უნდათ, გაჭირვებაში უნდათ და ციხეზე ეკეთ ინსტიტუტში მოხმარება, სადღაც მოხმარება, ყველგან ავტორიტეტი გქონდა. ყველგან გულით ხებული, არავის არ ზარდებოდა. ჩემი ფინანსური მდგომარეობა არ იყო, ჩვეულებრივი 200 ლარი მქონდა, მანეთი მქონდა ყველას ხელფასი. მიყოლა, წაყოლა, არავის არ დავზარებილა და ვინმესთვის ვარი არ მითხრა. არ მინდოდა რომ ვინმესთვის გული მეთქინა, მინდოდა ყველას გვერდში უყოფილიყავი და ალბათ ფეხბურთითაც. არ ვიყავი ადამიანისთვის მივწდომელი. ვიყავი ყველასთვის ერთნაირი. აი პასუხია. პატარა რაღაცას მოუყვებით ჩემო 86 წელია. და ჩერნობილში ავარია მოხდა. კი. ახლა ჩემს გარდა მთელი თბილისის დინამო თამაშობდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში. კიევიდან მე დამირეკეს რომ თუ შეგიძლია რომ ბესონოვმა, ანდრეი ბალი, ჟურავლევი კაპლი 4 ოჯახი 2 თვე სანამ სოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნდებოდნენ მათი შვილები, ცოლ-შვილი ჩემთან სახლში ცხოვრობდა და ალბათ იყო ის ურთიერთობა რომ მე მომძებდნენ რომ ჩემთან ჩამოვიდნენ, ჩემთან იყვნენ და გადავყვებთ რა შეიძლება და პატივი ვეცი და ანდრეი ბალის შვილის ნათლიაც გავხდი. მეუღლე როგორ გადაწყდა რომ ფეხბურთელი უნდა ყოფილიყავით კალათბურთიდან, ხო? მე ვიცი რომ კალათბურთს თამაშობდით, საკმაოდ აჭარის ნაკრებში თამაშობდი კალათბურთს. ნუ ახლა დიდი კალათბურთი მაგრამ ჩემი აჭარის ნაკრებში 5 გოგულითელი ბიჭი 5-ის წევრი ვიყავი რა. 5-ის ძირითადი კალათბურთელი ვიყავი ფაქტიურად გამთამაშებელი. დავამთავრეთ სპარტაკია და თბილისში. ავიღეთ მე-3 ადგილი, აღმერთოსურად გამახსენეთ. მე 4-ში გავედით რა, აფხაზეთთან წავაგეთ, ნახევარი მე-3-4 ადგილი და მე-4 ადგილი და ვიღაცა მამაკაცი მოვიდა.
ბატონო მაგრამ უბრალოდ მაშინ ბატონოს ვინ მეტყოდა გინ დაშვილო ფიზკულტურის ინსტიტუტშიო წამოხვალო რომ იგი იქნათო კათედრის გამგევარ ფიზკულტურის ინსტიტუტში რატო არ მე სკოლაში ვერ ვსწავლობდი პატარა ვერ ხავი ის მოსწავლე რომ სანმე მე ჩემი ბაგაჟით ჩამებარებია რა ჩემი ინდუსტრიულ სპორტი და სულ გარეთ ვიყავი ბურთავდებდი სულ როგორ არ მინდა მეთქი და შევთანხმდით რომ 30 ივლისს უნდა ჩამოვსულიყავი თბილისში 2-3 დღით ადრე გამოცდების დაწყება. ეს თარიღები რანაირად გახსოვთ ეს? იმიტომ გამოცდების იგი მახსოვს რა, აგვისტო, 1 აგვისტოს ხო, მეხსიერება რა. 15 წელი ნახევარ კილომეტრ ვურდღით, მაგრამ რაღაცები მაინც მახსოვს. და ოლმეუნის თასის გათამაშება იყო ქობულეთის რაიონის. და ბიჭიკო ჩელებაძე ბიძა ჩემი ის ბიძაშვილებს ერთქვა ორივეს ერთ და იგივე სახელი ბიჭიკო ერთსაც და მეორესაც ბიჭიკო რა ორი ბიჭიკო ჩელებაძე მევიდა ჩემთან და სოფლის გუნდიო თამაში გვაქო და კოლმეურის თასი და ვიცი ახლა ფეხბურთსაც თამაშობ და აგინზე კარგად მაინც თამაშებო და წამოვხები რა წამოჩენი სოფლის კვირიკეს სოფელ კვირიკეს დანვარ წარმოშობით და ცხოვრობ ქალაქში კი ბატონო მე იმ დღეს ვსავით 11-0 მოვუგეთ სოფელ ალამბარს 7 გოლი შევაგდე მეორე თამაში კიდევ ვითამაშეთ მეოთხე ფინალი 2 გოლი შევაგდე მე დავედი ფინალში რა ბოლო და სასაული ხომ ერთ-ერთი ცნობილი პენალტი მაქვს რა რომ პენალს უტყავდი კარგად რა ძალიან მაგრად და დაინიშნა პენალტი და გამორბენი ქონდათ მაგარი ისე მოვოდი რომ უკუმის დონეზე ნელი სირბილი არ ჭირდებოდა იმას სწრაფად მაგარი ყოველთვის მოძრაობს და უჩხამირის უბნის ინსპექტორი იდგა გარებში 3 წელი წავაგეთ ფინალში და ამიღო პენალი. ჩემი პირველი პენალი უჩხამირის უბნის ინსპექტორმა აიღო. და ვითომ სასწავლო პენალს მაგრამ იქიდან დავიწყე ნელ-ნელა უკვე ჯინი გამოვა და უკვე დავალაკე. ცოტა ხო გახსოვთ ალბათ ისტორიები საბჭოთა კავშირის დროს ცოტა მაყუთითაც იმაზებოდა ინსტიტუტში მოწყობა გადაიხდიდა. კორუფცია იყო. კორუფცია საშინელი და ჩვენ ვართ პასუხისმგებელიო შენ ინსტიტუტში მოწყობაზე 3 წელი მაჩუქეო. შენ თუ 3 წელიწადში თბილისის დინამოში არ მოხდებიო, ლუბო ინსტიტუტს დაადევი სამედიცინოს გარდა, მაგრამ ექიმი შენსგან არ გამომიტყრა. და ლუბო ინსტიტუტში მოგაწყობ და შევთანხმდით, კაი მეთქი მევთხარი რა და ვარი ვთქვი ფიზკულტურის ინსტიტუტში. დავიწყე ფეხბურთის თამაში და მე-4 წელს 1 წელი გავმოვზადე. მე-4 წელს მოხვდი თბილისის დინამოში. წლის ბოლოს მოხვდი საქართველოს ნაკრებში. იუნორებში გავხდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონები. მეორე წელს 75 წელს ვითამაშე, 3 ტურში 6 გოლი შევაგდე, მე ტრავმა მივიღე და დაგვიძახეს ტრავმირებული აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრები და დასავლეთ საქართველოს ნაკრები მიხეილი აკუშინი 75 წელში აკვირდებოდა რომ ამოერჩევია ამ ბიჭებიდან, ნიჭიერი ბიჭებიდან ფეხბურთელები 20 წუთი ვითამაშე. თამაში დამთავრდა 2-0 და 20 წუთში 2 გოლი მე შევაგდე, უხდი მეთკინა კიდე და გამოვედი. და შავმთარი არაფერი 0 ნიმანია რო იტყვიან ყურადღება და უკვე 75 წლის ბოლოა, ბათუმში ვართ, თამაშია შავგულიძის თამაში და თამაში მერე მოვდივართ ქობულეთში და ჩაქვში წამოვიყვანთ ნოდარ ხიზანიშვილი. ეს ჩვენი ნოდარ ხიზანიშვილი. და ჩელეო მითხრა თბილისში რომ ცვლილებები გაკეთდა იაკუშინი წევიდა ნოდარი მევიდა ახალკაციო. ახალკაცი მოვიდაო და სლავო მეტრეველია მეორე წელი და ბიჭაჩემმა სლავო მეტრეველთან მეგობრობსო ჩემი ძმაო მეორე ძმა მეგობრობსო და თხოვე მე ვთხარი უთხრათ ვიზას მე ვთხარი და წამოვიდეთ და გამსინჯოს მეთქი რა დალაგდა კიდე 30 დეკემბერს 29-ში დღესაც მოხდა ჩამოვიდა 30 დეკემბერი იყო რომ სლავასთან ერთად მივედით ბაზაზე. მოკლედ დამისვა კითხვა ახალკაცმა შევიდნენ და უკვე მიცნობდნენ რა მეორე ლიგაში ბომბარდირი ვიყავი მეორე ლიგის. პარინ ხოშ ფუტბოლი გრატო მითხარ სულად უყურდა მე ვთქვი ხაჩი სმოჟეს მაგუმებთ. ოთახი გამომიყვენდა და იწყო ვარჯი. პირველ კვირას ბოლოს ჩატარდა პირველი ორფხრივი. დუბლმა მეთამაშს ძირითადად მოუგეთ 2-0 2 გოლი შევაგდე. ერთ კვირაში ფიზიკური მომზადება ჩატარდა მეორე. მოუგეთ 4-3 3 გოლი შევაგდე და დავრჩილი დინამოში. რა გარდა ეხა შევიდა თქვენ ცხოვრებაში, როდესაც დინამოს ფეხბურთელი გახდით? ჩემს ცხოვრებაში მართლა რომ ეს პატარა ასეთ ისტორიას მოვყვები ერთი გოგო შემიყვარდა რა
დღეს ჩემი მეუღლე 59 წელია. და გაჭირვებული ოჯახი ვიყავი, მამამოინის ინვალიდი, იგი თვითონ წარმატებული ოჯახი, წარმატებული რა ოჯახში ჰქონდა ყველაფერი. მე მისი ძმა ქობულეთის 20 წელიწადი ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე იყო ქობულეთში. აი ნელა კი არა და ის მიზნად დევისახე, რომ მე ისეთი ის გავხდები, რომ შანსი არ არსებობს ოჯახმა მე ვარი მითხრას, რომ ცოლად მე ვიყვანოთ. უკვე საბდაკავშირის ნაკრებში ვთამაშობდი. და დღეს ნიერი ოჯახი მაქვს, ჩემო სიყვარული როდის აუხსენით გახსოვ? არ ვიყავი ცოტა ისე რომ გამიბრაზდა, ვარი მითხრა, დამთავრდა და კი ვიყავი, მაგრამ მაინც ინელები ვიყავ, მაგრად. რა იფიქრეთ? ვინმეს სხვა საგულო და შევაგლავდი თავს რა. შანსი არ იყო. დღესაც იმისი ცოცხლით, მისი იმით ცხოვრობ და ცოცხლობ და უფრო მეტად მიყვარს ვიდრე მიყვარს. ამანგარია. ბატონო, აი შევცვალოთ თემა ისე თბილად ყვებით და 59 წელი ერთად. რაზე დგას სიყვარული სიმყარე? თან რთულად დამესვი კითხვა ჩემონოებმა, ჩემს იმას გეტყვი. ესე იგი, მისი პირველი ვარი რო იყო, მე მაგან უფრო სტიმული მომცა ცხოვრებაში. უფრო სტიმული და შემდეგ უკვე რომ მე არ მგონია რომ ადამიანს იმის ზეით სიყვარული არსებობს და სიყვარული დაცვა მიყვარს რა. უბრალოდ ჩემთვის არის ბედნიერება რომ მას ხედავ. ხშირად ეუბნებით ამას? რო გიყვართ? მარტო რომ არ ვეუბნები. ჩემი ცხოვრება, რა ვქნა. არ ქონიათ რთული მომენტები არა? ჩხუბი, სულ ხამ ბრაზდები ხარ რაღაცა ხანიქით, მაგრამ 5 წუთში მავიწყდება ყველაფერი, კაც. არ არსებობს რომ ჩვენ შორის უთანხმოება, რამე უთანხმოება ხან ყველა ოჯახშია, ხმამაღალი ლაპარაკი რაღაცა, მაგრამ შანსი არა რომ რამეში გავცვალ. შვილებსაც მოგვიყევით. 3 შვილი მყავს, 6 შვილი. ჩემი უფროსი გოგო დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, სტომატოლოგია. მეორე გოგო სამართალმცოდნეობა სახელმწიფო უნივერსიტეტში და ბიჭი არის ყოფილი ფეხბურთელია. თამაშობდა ქობულეთში, თამაშობდა გორის დილაში, თამაშობდა ოდესის ჩერნამორეთში, ფაკელ ვორონეში. დღეს ჩემს მართავს ყველაფერს ქობულეთში. მე ვარ საფეხბურთო კლუბ შუკურას დირექტორი, არის ჩელი აკადემია, მაქვს საფეხბურთო აკადემია. ქობულეთში გაკეთდა ბრწყინვალე სტადიონი ამ შუკურას გარდა არის ევროპის ჩემპიონატი. რო ჩატარდა ინგლისის ნაკრები ჩვენთან ვარჯიშობდა, ისეთი დონის მოედანი გვაქვს. რომ ევროპის ჩემპიონი ხო გახდა ინგლისის ნაკრები. 2 წლის აი შარშან სექტემბრის აგვისტოს ბოლოს ფეხბურთის ფედერაციაში შემოუთვალეს ყაზახეთში გვაქვს თამაშიო და ერთკვირიანი ზბორები ინგლისის ახალგაზრდა ნაკრებმა ჩემთან გაიარა, ჩვენ სტადიონზე გაიარა, ბალახია იდეალურ მდგომარეობაში. მე ვთვლი თბილისის დინამოზე უკეთესი მინდორი ჩემ სტადიონზეა. ქობულეთში ერთნაირი ხარისხია გაკეთებული. ისე ხო ამბობენ ბატონრეზო, არსებობენ აჭარლები და არსებობენ ქობულეთლები. მართლა ეგრეა? აქეთ რომ გამოვდივარ, ჩოლოგს გაღმა აჭარლები ვარ და ეხა ქობულეთლები ვარ. აჭარაში ქობულეთლები ვარ. ეგრეა. ეხა დაუბრუნდეთ ბატონრეზო თბილისის დინამოს პერიოდს და როდის მიხვდით რომ თქვენი საფეხბურთო კარიერა შედგა? საბდაკავშირის თასის ფინალიდან, როდესაც სომხები დავამარცხოთ ერევანს 3-0, იქ საგოლე პასი ყიფიანს მივეც და მესამე მე შევაგდე. 3-0 მეგვი პირველი თასი რო ავიღეთ, ფაქტიურად იქ ვიგრძენი უკვე რომ მე ამ თბილისის დინამოში რაღაცას წარმოვადგენდი. ისე რეალურად არ უყურებდი. მაგრამ შემდეგ უკვე იმ წლის ბოლოს ბოლოტური ჰქონდა მოსკოვის დინამოსთან 3-1 მოვგეთ, 2 გოლი შევუგდე, 2 გოლით უნდა 2 ბურთის ყვავით დამოგვიგო ბრინჯაოს მედლები რო აგვეღო. და ლომის წვლილი მივიღე, 2 გოლი შევაგდე და უკვე სხვა იგი მქონდა. 77 წელს უკვე პირველი მე მოხვდი საბდაკავშირის ნაკრებში.
დათოქიფიანი იყო და ახალგაზრდებს ვიძახი მე ჩივაძის, დარასელიას, შენგელიას, კოსამპლიადას ვიძახი, კაბელია იგი ამე. პირველი საბჭოთა კავშირის ნაკრები 77 წელს მე მოვხდი. და რა შეგრძნება იყო? ჩემთვის სხვა სფეროა რა, სხვაგან წარმოდგენაშიც რომ არა რა. 270 მილიონი ამ ქვეყანაში საბჭოთა კავშირის ნაკრებში გიწევენ ფეხბურთში. თქვენ გიწევდათ სხვადასხვა ტურნირზე მონაწილეობა, ხო? საბჭოთა კავშირის ნაკრების გარდა იყო საბჭოთა კავშირის თასი, რა თქმა უნდა, მთავარი მოვლენა იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, ხო? ასევე იყო ევროპული ტურნირები, ხო? იქ UEFA-ს თასი იქნებოდა თუ თასების მფლობელთა თასი, სხვადასხვა ტურნირზე იყავით, მაგრამ თქვენ ცხოვრებაში მე რამდენადაც სწორად მახსოვს თუ ვწდები მითხარით, ასეულს ალბათ მეტნაკლებად ცოტა მტკივნეული ეპიზოდი. 91 წელი. 91 წელი მაშინ, როდესაც ნოდარ ახალკაცმა ფინალზე არ წაგიყვანათ. როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ეს? ამ ტურნირზე სანამ გუნდი წავიდოდა წინა წელს საბჭოთა კავშირის თასის გათამაშებაში ახლა შეიძლება სოს მოსყინდეს ამის ხოლმე სიმართლე აგია რომ ლომის წვლილი მაქვს გუნდის წინსვლაში 9 გოლი მაქვს შეგდებული ერთ თასის გათამაშებაში საბჭოთა კავშირში შეუდაბროს აქ შეგდებული მათ შორის გადამწყვეტი პენალტი ფახტაკორთან ხო მე მგონი ფახტაკორთან 11 მეტრიანით ფაქტურად გავქვითე და დამატებითში მეორე გოლი შევაგდე გავედით ნახევარფინალში თასის ფინალი კი წავაგეთ მაგრამ უკვე საბჭოთა კავშირის თასის ევროპის თასის გათამაშებაზე დაგვიანებული იყო და თბილისის დინამო გაუშვეს და ეს UEFA-ზე შახტიო. და ამით და პირველი 4 თამაში ვითამაშე და მუხლის ტრამვა ავიკიდე იუგოსლავიის სპორებზე წასვლის წინა დღეს და დავრჩი აღარ წავსულ ვარ უკვე მუხლი მოსარჩენი იყო სამკურნალო იყო და უკვე გაი ფორმა ავგრიფე შევედი უკვე ფორმაში და ნოდარი გაფრინდა გდრ-ში. გუნდის თამაშის კალთაიზე თამაშის ანახავ. მოსკოვში ჩამოფრინდა და უნდა დაელოდა მოსკოვში. უნდა წასულიყო. ყველა შეკრებაზე ვართ 17 კაცი ვიყავით. შეკრება 18 არ მაგარ შეკრება დამთავრდა. გათენდა მეორე დილა. ჩავალაგე, ჩანთა ყველაფერი და ამოდივარ გარეთ და შემოდის გივინოდი. ავტობუსში ვждებით რა მივდივართ. დილას რაზმინგა გავაკეთეთ ხო შეიძლება წინა დღეს ეთქვენ ჩემთვის რომ რეზოში ამაზე ადვილი არ მოდიხარ და დამთავრდა და დავრჩებოდი და მეწოდინებოდი ვრჩები რა და შემოდის გივინოდი რეზოში რჩებიო ესე იგი დანარო დაგერტყა სისხლი არ გამომივიდოდა რა პატარა ბიჭივი დავფრითინდი დავჯექი და ჩემთვის ესეთი გულისტკივილი იყო მათი სერზე იყო ვიცხამგონი იყო მაი გადაწყვეტილა მაი იგი ჩემი გულისტკივილი რა ვქნა მიიღეს გადაწყვეტილება და დაიყვანეს ვაჟაჟვანი მეცმა გაუმარჯოს კაცო და ასე დამტოვეს ანტასის ფინალიდან ზოგი წავიდოდა გუნდიდან გაბრაზდებოდა წავიდოდა გუნდის მეტი რა იყო გევის დინამოც მიმიღებდა და მოსკოვის სპარტაკეთს და მოსკოვის დინამოს და ყველგან მაგრამ სული და გული აქ ამქონდა რა ჩამოვიდა ნოდარი მეფე რა მებოდიშა არ ვიყავი საქმის კურსიო იგი აგი აბა მან თუ არ იყო შეიძლება იცოდეს რა მანაც იცოდა რომ არ მივდიოდი ნუ დამთავრდა ესე რომ დავში თბილისის დინამოს აი ეს ხული დამწყვიტეს სასწაულად რა დღემდე ვერ იმახშობი რა ვერ ვინები დღემდე გახსოვს აა დამტკივნებული იყო ძალიან ესე წლების მერეც არ გილაპარაკიათ მაგაზე ვილაპარაკეთ იყო უყურე ამოხდა ბატონი ნოდარი გუნდთან ერთად საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად გაფრინდა სოფლიო ჩემპიონატზე მაშინ ბესკოვმა ტრიუმვირატი გააკეთა ლაპაროვსკი ბესკოვი ახალკაცი და ჩვენი ბიჭები იმზე დათოქიფიანი ფეხბურთთან წავიდა უცავი ტრამვირებული არ წაიყვანა შენგელიამ სოფლიო ჩემპიონატზე და ზვორებზე ვართ ალახაძეში სოხუმში ვემზადებით და წამოვედით სათამაშოდ ვეთამაშებით სოხუმის დინამოს და არ დამაყენასა მეორე ტაიმში შემომიყვანა ხმა არ მომიგა მეორე თამაში გვაქვს ზუგდიდში იმ ღამეს დავიდნენ და ზედიზედ მეორე თამაში რატო არ მოთამაშებ მეთქი მეუთხარი ესე როგორ გუდივაძის რა ხდება მეთქი მეუთხარი რა ვიცი ასე დაიბარა იმან ასე დარეკავ იგი აკონტროლებს იქიდან მითხრა და ნოდარის
კარგად იყავით მეთქი მივთხარი თამაში დამთავრდა არაფერი ავტობუსის კარებთან მივედი ბედნიერად იყავით მეთქი და დავანები ფეხბურთსავი და დამოვედი ვითამაშე ლანჩხუთში 6 თვე წავადექი გუნდს გადარჩა გავარდნას გულიანად დავემშვიდობეთ ერთმანეთს უმაღლესი ლიგიდან თუ პირველი ლიგიდან პირველი ლიგაში დავემშვიდობე გადარჩა გავარდნას პირველი ლიგიდან ლომისშვილი შევიტანე მათ იმაში იქ და მე დავთვი დამადგამ აჭარა თავზე ბათუმი რაჭუჩი თუ ვითამაშე ბათუმში არ გადრულობ თამაში და დავიდა ასე ჩემი ვითამაშე ბათუმში იმ წელსვე გავხდი ჩემპიონები გუნდი შემევიდა პირველ ლიგაში 70 გოლში ნუ 39 მივეცი და 21 შევაგდე 60 გოლი იყო 60 გოლი იყო სტატისტიკა არის 60 გოლი იყო ჩემი იმ წელსვე საბჭოთა კავშირის პირველი ქართველი ბომბარდირი გავხდი პირველ 28 გოლი შევაგდე პირველ ლიგაში ბატორეზო ესე კითხვა მაქვს თქვენთან დღევანდელი გადმოსახედიდან უკვე ხო ამდენი წელი გავიდა არის რამე რასაც ყველაზე მეტად ნანობთ ჩემ ბრალია სულ ყველაფერი რასაც ვერ მივაღწიე მე აი უბრალოდ ბევრ რაღაცას შეცდომა მაქვს დაშვებული ჩემი აჩქარებით ისრაფით ყველაზე დიდი შეცდომა რა ყველაზე დიდი შეცდომა ჩემი იყო გინდა ვიყოთ ოლიმპიადაზე მოსკოვის ოლიმპიადაზე ვართ ნახევარფინალში მეოთხეთფინალი ვითამაშე და ვერ ვითამაშე ახლა კარგად და პესკომა თავისიანებსაც და მოგვდგა და რაღაცნაირად და მე ვიუკადრისე რა რომ და ცოტა ენა წამომწდა შეუძრიალე არა მასე მეთქი რა დანი და კონსტანტინე ივანოვიჩ მეთქი და არ უყვარდა მაგის გულზე მიშამესხი არ გოიგიქნა ნაკრებიდან მოყვეთა მაშინაც ევროპის ჩემპიონატზე 17 კაცი ვიყავით ნაკრებში 16 ემზადებოდა თამაშზე ერთი ვერ ხდებოდა იმ ზედმეტში გადამაგდო ნახევარფინალი წავაგეთ გადაერთა ფორვარდის გარეშე დარჩა ამ შეპასუხების გამო ჩემი შეპასუხების გამო და ნახევარფინალში ფაქტიურად აი დარწმუნებული ვიყავ რომ 40 მომენტი შეიქმნა ბურთი ვერ შეაგდნენ გარემში ნახდაც გადაუვარეს გადაერს ბურთი არ შედიოდა გარემში ერთხელ მოვიდა 0-1 ერთხელ მოვიდა და მე შემეძლო იქან რომ იმას ვნა რომ ჩემი ენის გამო რომ ის თამაში მე ნახევარფინალში მეორე დაიმატე რომ არ ვითამაშე მე დღევანდელი ფეხბურთის პირობებში ფეხბურთი ხო შეცვლილი არის ხო ფიზიკური მომზადება შეცვლილია ფეხბურთელების ხო ანუ აბსოლუტურად რაღაცნაირი ტრანსფორმაცია განიცადა ფეხბურთმა დღეს რო იწყებდეთ კარიერას რამდენად გაგიჭირდებოდათ ამ ფეხბურთის თამაში აი ამ ჯგვრით ვაფშე არ გამიჭირდებოდა ვაფშე არ გამიჭირდებოდა მივხვდი ახლა რა გითხრა ჩემონოე რომ მე ახალგაზრდა ბიჭი რომ იტვინი მქონოდა 17 წლის ბიჭი ფეხბურთი მაქვს დაწყებული და 21 წლის SSR მეწერა გულზე საბჭოთა ნაკრებში ხელა ნიჩი მაჩუკა უფალო აი 20-26 წლის ჩათვლით კი დღევანდელი დღის ჩათვლით კი ბატონო თუ შეგიძლიათ გითხრათ 3 ფავორიტი ფეხბურთელი თქვენთვის ყველა დროს არა აუცილებელი ქართველი ნებისმიერ გიждები მესიზე როგორც ცენტრფორვარდი კეინი სასაული ბიჭია და ეს რაღაც სასაული მოდის იამალი რაღაცნაირად დარწმუნებული რომ ყვარა შეუძლია რომ ამ იმაში ჩაერიოს რა ისე უმატებს რომ ჩემი აზრით შეიძლება სოფლიო ჩემპიონატი რო წელს არ იყოს იგი მაეჭვებს იქ ვიღაც გაფრინდება დარწმუნებული რომ ყვარალუჩი რო გევროპის სოფლიო ჩემპიონატი იწყება და თუ შეგიძლიათ თქვენი პროგნოზი გითხრათ ვის აქვს შანსი წელს გახდეს სოფლიო ჩემპიონი თქვენი გათვლით ესპანეთი ძალიან დიდი გუნდია ფრანგებს ფანტასტიკური გუნდი ყავს ინგლისის ნაკრები და არგენტინა თქვენს გულშემატკივრობთ აქეთ მესის კიდე გიждები სასაულია კარგით მე ბატორეზო მადლობა მინდა გითხრათ კлау ასეთი გულწრფელი დიალოგისთვის მინდა ჯანმრთელობაზე დავიწყეთ საუბარი და გისურვოთ დიდხანს სიცოცხლე დიდი მადლობა ჩემო ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ და
თქვენ ყოველთვის იყავით, ხართ და იქნებით ყველა გადაცემაში სასურველი რესპონდენტი, თქვენი ბიოგრაფიით, თქვენი უნარებით, თქვენი განვლილი ისტორიით და მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად ღირსეული მაგალითი ბრძანდებით ჩვენი მომავალი თაობებისთვის. მე პატაგლოცო, ძალიან დიდი მადლობა ჩემო გარკვე. მადლობა თქვენ. ეხლა უღრმესი მადლობა ჩემო. მადლობა თქვენ.